იმამ ჰასანი იბნ ალი ახლულ ბეითის ქარიმი და წინასწარმეტყველის უფროსი შვილიშვილი იყო. იმამ ჰასანი იბნ ალი ალ-მუჯთაბა ალეიჰის სალამ ჰიჯრის მესამე წელს რამადანისთვის შუა რიცხვებში მედინაში დაიბადა. იგი ადამიანებში ყველაზე მეტად ჰგავდა მუჰამედის სალალაჰუ ალეიჰი ვა ალიჰი. მისი ლაგაბებიდან იყო ალ-ამინი ალ-მუჯთაბა az-ზაკი ან-ნასიჰი ალ-ვალი და დიდი სიბტი. იმამ ჰასანმა თავისი ცხოვრების დაახლოებით 7 წელი და რამდენიმე თვე გაატარა თავის ბაბუასთან, ალლაჰის მოციქულთან, წინასწარმეტყველ მუჰამედთან. შემდეგ 30 წელი იცხოვრა თავის მამასთან, იმამ ალი იბნ აბი თალიბისთან. მამის შაჰადათის შემდეგ კიდევ 10 წელი იცოცხლა. შეჰადეთი არაბულად ნიშნავს მოწამეობრივ სიკვდილს, ანუ როდესაც ადამიანი ალლაჰის გზაზე, სარწმუნოების, სიმართლისა და სამართლიანობის დაცვისთვის იღუპება. ასეთ ადამიანს ეწოდება შაჰიდი მოწამე. მისი იმამატის პერიოდი 10 წელს გაგრძელდა ჰიჯრის 40 წლის რამადანის 21-დან ჰიჯრის 50 წლის საფარი 7 რიცხვამდე. იმამ მუჯთაბა ყოველთვის იდგა მამის გვერდით მისი ხალიფობის 5 წლის განმავლობაში და მონაწილეობა მიიღო ჯამალის, სიფფინისა და ნაჰრავანის ბრძოლებში. იმამ ჰასანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო მისი ბრძოლა მუავია იბნ აბუ სუფიანის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ მათ შორის ზავით დასრულდა. მუავია ოსმანის მკვლელობის შემდეგ ხალიფატის დაუფლებას ცდილობდა და ამისთვის ემზადებოდა. ამიტომ დიდი ჯარით ერაყისკენ გაემართა. თუმცა იმამ ჰასანი მამის შაჰადათისა და ხალხის ბაიათის შემდეგ, ბეიათი არაბულად ნიშნავს ერთგულების, მორჩილების და მხარდაჭერის ფიცს, რომელსაც ადამიანები აძლევდნენ მმართველს, ხალიფას, იმამს ან ლიდერს. 50 დღის განმავლობაში არც ომის დაწყებას ჩქარობდა და არც ზავის დადებას. როდესაც შამის ჯარის შესახებ შეიტყო, იმამი ქუფიდან თავისი ჯარით გამოვიდა და უბეიდულაჰ იბნ აბასი ჯარის მეთაურად მუავიას წინააღმდეგ გაგზავნა. მუავია კი იმამ ჰასანის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ხრიკსა და მზაკრობას იყენებდა. საბოლოოდ ხალხის ღალატის, მძიმე ვითარებისა და შიების დაცვის მიზნით საქმე ზავით დასრულდა. მაგრამ მუავიამ ზავის პირობები არ შეასრულა და ჰუჯრი იბნ ადის მსგავსად იმამ ალის მრავალი შიაც მოკლა. იმამ ჰასანი ასევე მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა. ეს მოხდა ერაყისა და შამის ჯარების დაპირისპირების დროს. იმამი დაიჭრა და სამკურნალოდ მედაინში გადაიყვანეს. როცა იგი მედაინში მკურნალობდა, ქუფის ზოგიერთი ტომის უფროსებმა მუავიას ფარული წერილები გაუგზავნეს, მორჩილება გამოუცხადეს და ქუფისკენ წამოსვლას თხოვეს. მათ მუავიას აღუთქვეს, რომ ჰასან იბნ ალის ან მას ჩააბარებდნენ, ან მოკლავდნენ. ამგვარად, მზაკრობა და მოტყუება მუავიას მთავარი იარაღი გახდა თავისი მიზნის მისაღწევად. მოგვიანებით, როდესაც მან თავისი შვილის იეზიდისთვის ბაიათის აღება მოისურვა, იმამ ჰასანის მეუღლეს ჯულდე ბინთ აშასის 100,000 დირჰამი გაუგზავნა, რათა იმამისთვის საწამლავი მიეცა. მანაც ეს შეასრულა. ამის შედეგად იმამ მუჯთაბა იმ საწამლავის ზემოქმედებით ჰიჯრის 50 წლის საფარი 7 რიცხვში, ხუთშაბათ დღეს შაჰიდად გახდა. იგი ჯანათულ ბაღში დაკრძალეს. მშვიდობა შენზე, ო ალლაჰის მოციქულის შვილო, ო ქალების ბატონისა და ამირ ალ-მუმინინის შვილო. შენ დაჩაგრული იცხოვრე და შაჰიდად დატოვე ეს ქვეყანა.